თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინე. სიტყვა იესე, მაშინ რქვა იესო მოწაფეთა თვისთა, რომელ სახნებავს შემდგომად ჩემდა მოსვლად, უარყავ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინმე 16:24. მაშინ მოდეს იგი რქვა მას პეტრე, შენდობა იყავ შენ და უფალო არა იყოს ეგრე მათე 16:22 და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმაყო შერისხვითა მითხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მისვნებისაგან ყოფად იყო, თქვა ესრეთ, ვითარმეთ, შენ მეტყვი მე, ჰოი პეტრე, შენდობა იყავ შენ და არა იყოს ეგრე, ხოლო მე გეტყვი, ვითარმეთ, არა ხოლო თუ ესე სავნებელ არს შენდა და ყოველთათვის და წარსაწყმედელ. უკვე თუ ჩემი ჯვარცუმაი არა აღესრულოს, არამედ უკვე თუ შენცა არა. განმზადებულიყო მარადის სიკვდილად, ვერვე ხელგეთიფების ცხოვრებასა საუკუნოსა შესვლად. რამე თუ ენება მათ და გულისხმის ყოფად, რაითა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდნენ ჯვარცუმასა. ამისთვის ვითარცა იოანეს თავსა წერილ არს რქვა ვითარმეთ, უკვე თუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს ქვეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს, უკვე თუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს. იოანე 12:24 ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათვის, არა ხოლო თავისათვის ისათვის იტყვის, თუ ჯერ არს ჯვარცუმაი და სიკვდილი, არამედ მათცა ამასვე აწვევს და გულისხმა უყოფს, ვითარმედ უკვე თუ არა მზა იყვნენ სიკვდილად, არა კეთილ არს ესე მათთვის. ამისთვის იტყვის, რომელ სახნებავს შემდგომად ჩემსა მოსვლად. ხედავა ვითარნებსიცა ეძიებს მისვლასა. არა თქვა თუ, გნებავს თუ გინა არა, ესე თანაგაც თავსდებათ არამედ, რომელ სახნებავსო შემდგომად ჩემსა მოსვლად. არა ვაიძულებ, არცა უნებლებით მოვიზიდავ, არამედ კაცად უფალ მიქმნიეს ნებისათვისისა, ამისთვის ვიტყვი, რომელ სახნებავს. რამე თუ კეთილისა მიმართ მოუწოდ, არა თუ სატანჯველთა მიმართ და განსაცდელთა რაითამცა ვაიძულებდი. კეთილისა მიმართ მოუწოდ საუკუნოისა და წარუვალისა, ამისთვისცა მას უწოდ რომელსა ენებოს. რამე თუ ნუ ჰგონებთ, თუ ესე არსო შემდგომად ჩემსა მოსვლაი რომელსაც იქმნ მოწაფენა ჩემნო და შემოდგომილ ხართ ჩემდა, სხვანი უმეტესნი შრომანი და ჭირნი ჯერ არიან თქვენ და მოთმინებად, რომელთაცა გნებავს სრულიად შედგომად ჩემდა. და შენ, პეტრე, ნუ მოელი ამისთვის ხოლო გვირგვინსა, რომელ ესეაც ცეთხმთისა აღმიარე, ვითარმცა ესე ოდენ კმა იყო შენ და ცხოვრებად, და ჰგონებდიმცა, თუ ყოველივე აღგისრულებიეს, რა იგი ჯერ იყო შენ და ქმნად. რამე თუ შემძლებელ ვარ, ვითარცა ძეღმრთისაი, რაითამცა ყოვლადვე არა მოუშვენ მოსვლად შენზე და განსაცდელთა და ჭირთა სოფელსა ამას შინა, არამედ არ ამნებავს ესე შენისავე უმჯობესისათვის, რაითა გამოჩნდეს შენიცა ნაყოფიერებაი და სიკეთე გონებისაი, და იპოვო გამოცდილ ჭეშმარიტებით. რამე თუ რომელნიცა უმეტესად მიყვარან, მათიც ამნებავს, რაითა უმეტესად თავითვისით აჩვენონ სიქველე და ახოვნებაი, და არა იყოს ყოველი საქმე მათი ჩემისა ხოლო მადლისა და შეწევნისაგან, არამედ მათიცა სიკეთე საცნაური ქმნეს. ხოლო სიტყვა ესე რაღაცა თუ მათა მიმართ იყო, არამედ ყოველნივე კაცნი შორის შემოიყვანა და ყოველთა მიმართ თქვა, რომელ სახნებავსო გინა მამაკაცსა, გინა დედაკაცსა, მდიდარსა ანუ გლახაკსა, მთავართა და შეურაცხთა, ყოველსავე კაცსა, რომელ სახნებავს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, ამით წესითა მოვიდოდენ, ვითარცა ვთქუ. და ჩანს სიტყვა ესე, თუ ერთ არს, არამედ სამი სახე აქვს, უარყავნო თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინ მე. აჰა ესე რა სამი სახე შემოიღო. და ორნი იგი მახლობელ არიან ურთიერთას, ხოლო მესამე ესეთვისაგან განჩინებულ არს. ვიხილოთ უკვე პირველად, თუ რაი არს უარყოფაი თავისათვის ისაი.
ვისწაოთ, თუ რაი არს უარყოფა ის ხვისაი და მერმე ვცნათ, თუ რაი არს უარყოფა თავისათვის ისაი. რაი არს უკვე უარყოფა ის ხვისაი. რომელმან უარყოს გინა თუ მოყვასი, გინა თუ მონაი, გინა თუ თვისთაგანი ვინმე, მიერითგან გინა თუ იხილოს იგი დილექსა შინა, ანუ თუ ტანჯვასა, ანუ თუ სიყმილსა, ანუ რომელსაც ეჭირსა შინა, არა რაიელმი მისთვის არცა შეეწევინ. რამე თუ ერთგზის უცხო ქმნილ არ მისგან და არცა ერთიღა აქუნ მისთვის ზრუნვაი. ეგრეთ უკვე გვამცნევს უფალი ყოფათ ჩვენ და ხორცთა მიმართ ჩვენთა, რაითა არ ავხრიდებდეთ მათ, არცა გვეწყალოდინ, გინა თუ სტევნიდან ვიეთნიმე, გინა თუ იტანჯებოდინ, გინა თუ დაიცვებოდინ, ანუ თუ რაიცა რაი შეემთხვეოდის, არ ავხრიდებდეთ. რამე თუ ოდეს ესრეთ ურიდად ვექცეოდით და უწყალოდ, იგი არს ჭეშმარიტი რიდობაი და წყალობაი. ვითარცა მშობელნი მაშინ გამოჩნდიან ჭეშმარიტად მწყალობელ შვილთათვის და ოდეს სწავლისათვის და წურთისა კეთილისა არ ახრიდებდნენ. ეგრეთვე ქრისტე გვიბრძანებს ჩვენ. და არა თქვა, ნუ ხრიდებ თავსათვისა, არამედ უმეტესი და უმტკიცესი სიტყვაი განაჩინა, უარყავნო თავითვისი. ესე იგი არს, ნუმცა რაი აქვს სიარებაი ხორცთა მიმართთვის და არამედ მიეცინ უაწლად და ჭირად და ტანჯვად. და ესრეთ იყავნ იგი ვით არ მცა სხვასა ვისმე ელმოდა და არა ხორცთა მისთა, რამე თუ ესე არს უარყოფაი. და აღიღენ ჯვარი თვისი. ესე მისგან იქნების უარყოფისაგან თავისათვის ისა იქნების აღებაი ჯვარისა. რამე თუ ესე სიტყვაი თქვა, რაითა არ აღგონებდე, თუ უარყოფაი თავისათვის ისაი, ვიდრე მოთმინებადმდე სიტყვათა შეურაცხებისა და ყვედრებისათა ჯერ არს. ამისთვის გვასწავა, თუ სადამდე ჯერ არს უარყოფაი თავისათვის ისაი, ესე იგი არს სიკვდილადმდე და სიკვდილად შეურაცხად და საჭიროდ. და არა თქვა, უარყავნ თავითვისი ვიდრე სიკვდილადმდე, არამედ უარყავნო თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი. ესე იგი არს სიკვდილი იგი შეურაცხი თავს იდევინო გვემითა და ტანჯვითა, და არა თუ ერთგზის ანუ ორგზის, არამედ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა გვიხმს ესრეთ ყოფათ, რამე თუ სამარადისოდ გვიბრძანებს ამის სიკვდილისა ტვირთვად ჩვენზე და ვით არ არს სამარადისოდ ტვირთვაი სიკვდილისა მის. ესე იგი არს რაითა ვითარცა კაცი რომელი დამსჯვალულ არ მძელსაზე და ვერღარა ხელეციფებინ ცოდვად, ეგრეთ უცხო ვიქმნეთ ჩვენ ცოდვათაგან და მზა ვიყვნეთ, მარა დღეს სიკვდილად სახელისათვის უფლისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმე. ეგრეთსა თქვენ შეჰრაცხენით თავნით თქვენი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ. რომაელთა მიმართ 6:11 ეგრეთ გვიღირს ვიდრეღა ცხოვრებასა ამას შინა ვიყვნეთ, მოკუდინებაი თავთა ჩვენთა იცოდვისაგან და მერმე მზად ყოფა სიკვდილად ქრისტესთვის, ოდესცა მოიჭიოს შამი მისთვის სიკვდილისა ვითარითაცა სახითა. რამე თუ ვინაითგან მრავალთა შეურაცხყვნეს საფასენი და შვებაი და დიდებაი ამის სოფლისაი, ხოლო სიკვდილისა შეურაცხებად ვერ უძლეს, არამედ შეშინდეს მისგან, ამისთვის იტყვის უფალი, ვითარმეთ, მე ესრეთ მნებავს. რაითა მოღვაწენი ჩემნი ვიდრე სიკვდილადმდე და დათხევადმდე სისხლის ამხნდებოდინ ჩემთვის, რაღაცა თუ სიკვდილი მოიწიოს მათზე და სიკვდილი შეურაცხი და ყოველთა მიერ საყვედრელი. და ვითარცა ძვირის მოქმედნი მოსწყდებოდი, ყოველივე მოითმინონ ახოვნად და ესრეთ სიხარულით შემომიდგენ მე. რამე თუ არიან მრავალნი ჭირსა და ძვირის ხილვასა და ტანჯვასა შინა, გარნა არა შეუდგან ქრისტესა, ოდეს ტანჯვა იგი არა მისთვის იყოს. რამე თუ ავაზაკთა და მპარავთა დაგრძნებისა მოქმედთა მრავალი ძვირი და მრავალი ტანჯვაი შეემთხვევის, არამედ არა აქვს ნაწილი ამას სიტყვასა თანა. ხოლო რაითა არ აღგონებდე, თუკმა არს ძვირის ხილვა იოდენ, ამისთვის შესძინა და გვასწავა წესი იგი ძვირის ხილვისაი, თუ ვითარსახეთ ჯერ არს.
ესე იგი არს რაითა ღვაწლი იგი და ძვირის ხილვა შედგომითა უფლისაითა იყოს, რაითა მისთვის გევნებოდის ყოველივე, რაითა სხვანიცა სათნოებანი გაქონდნენ, რამე თუ ამას მოასწავებს სიტყვა იგი, თუ შემომიდეგინმე. რაითა არა ახოვნებაი ხოლო ღვაწლთა შინა აქუნდეს მოღვაწეს ამას ღვთისმსახურებისასა, არამედ სიწმიდეცა და სიმდაბლე და სიყვარული. და ყოველივე სათნოებაი, რამე თუ ესე არს ჯეროვანი შედგომაი უფლისაი, ერთად რაითა სათნოებანი მოიგნეს და მეორედ რაითა ძვირის ხილვაი და ჭირი ქრისტესთვის შეემთხვეოდის. რამე თუ არიან მრავალნი, რომელნი ეშმაკისა და შედგომილ არიან და ფრიადი ღვაწლი შეემთხვევის და მისთვის დასდებენ სულთა. ხოლო ჩვენ ქრისტესთვის მოვიდგმენთ და უფრო ისღათავთა ჩვენთათვის და ცხოვრებისა ჩვენისათვის. მათ აქაცა ევნების და მუნცა, ხოლო ჩვენ ორ კერძოვე სარგებელ გვეყოფის, აქა სიწმიდით მოქალაქობაი და მუნ ცხოვრებაი საუკუნოი. ვითარ უკვე არაფრიადისა უგუნურებისა საქმე არს, რომელ არცა თუ ესოდენსა ვაჩვენებთ ახოვნებასა ქრისტესთვის, რაოდენსა იგინი წარწმედისათვის. და ჩვენ გუქონან აღთქმანი საუკუნეთა მათ კეთილთანი და თანაშემწედ გვაქვს ქრისტე, ხოლო მათ არაი ესევითარი აქვს ყოვლადვე და ეგრეცა ვიპოვებით ჩვენ უდევ და დახსნილ. ვისმინოთ უკვე ბრძანებაი უფლისაი და ყოვლითა გულითა შეუდგეთ მას, ვითარცა იტყვის, რომელ სახნებავს შემდგომად ჩემსა მოსვლად, უარყავ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინმე. ეს სწავლა ის ზემოცა თქვა, ოდეს იგი ეტყოდა, აჰა მიგავლინებ თქვენ, ვითარცა ცხვართა შორის მგელთა მათი 10, 16 და შემდგომი ამისი. არამედაც უმეტესად უბრძანა და სრულებისა გზა იუჩვენა, რამე თუ მაშინ სიკვდილი ხოლო მიუთხრა, რომელი შემთხვევად იყო მათ და სახელისა მისისათვის, ხოლო აქა ჯვარიცა ახსენა და ჯვარი სამარადისოი. აღიღენო ჯვარითვისი, ესე იგი არს მარადის ვნებანი ქრისტეს ნიეტვირთნეთ თავსა შორისთვისსაო. და ჯვარცმულიყავ ნახოვნებითა მიდგონებისაითა, რომელსაც სწადის მოწაფედ ყოფად უფლისა. რამე თუ ესე წესი არს სწავლათა უფლისათაი, რაითა არა ყოველივე სისრულისა საზომი პირველიდან ასწაოს, არამედ მცირედ აღიყვანეს სიმაღლესა სრულებისასა. ვისმინოთ უკვე შემდგომიცა სიტყვაი, ვითარ წარმოიტყვის მისაგებელსა მასცა ახოვნებისასა და განსაცდელსა მასცა დახსნილთა და უდებთასა. სახარებაი, უკვე თუ ვის მიუნდეს სულითვისი განლინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, მან პოოს იგი. რაი სარგებელეყოს კაცსა, უკვე თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სულითვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმა ნაცვალად სულისათვის ისა, 16, 25, 26. თარგმანი, ხოლო სიტყვაი ესე, რომელსა იტყვის ესე ვითარი არს ვითარმედ, არა თუ უწყალოებისა თქვენისათვის გეტყვი ესრეთ, არამედ რომელიგი ფრიად მეწყალით და მიყვართ. რამე თუ მამასაც რომელი უყვან შვილი, სწავლინ და კეთილსაზე და აიძულენ. უკვე თუ არა ესრეთ იქ მოდის უფრო ისხას ცულს მას შვილი იგი და არა უყვარს. და ერისთავმან უკვე თუ ჟამსა ბრძოლისასა მხედარნითვის ნიშეაყენეს სახლსა, დაუგოს ტაბლაი და ასუმიდეს ღვინოსა სიმთვრალედ, იგი არა მოყვარე არს მათი, არამედ წარმწყმედელი, რამე თუ მოვიდიან ბრძოლნი და პოვნიან იგინი განუმზადებელად, და არასადაით გამოჩნდის ახოვნებაი მათი. ამისთვისცა რაითა არა ესევითარი შეგემთხვიოს თქვენ, ჯერ არს სამარადისოისა სიკვდილისა მიმართ განწყობაი თქვენი, რამე თუ აცცა ბრძოლა იეგულების მოსვლად სასტიკი. ნუმცა ვინ უკვე მოწაფეთა ჩემთაგანი უდებებით იქცევის, არამედ განვედინ ბრძოლად, უკვე თუ ბრძოლასა მას შინა მისცეს სულითვისი სიკვდილად, და იგიცა რომელი ყოველთა უპატიოსნეს არს მისა, ჩემისა სიყვარულისათვის წარიწყმიდოს და ხელთა სიკვდილისათა მისცეს,
მაშინ გააცხოვნოს იგი სრულიად. რამე თუ უკვე თუ ბრძოლათა მათ შინა სოფლიოთა რომელი განმზადებულიყოს უშიშებით ბრძოლად და არ ახრიდებდეს სიკვდილსა, იგი არს ქებულ უფრო ის ყოველთა და უცდომელ და რაი არს მისი იგი საქმე. შერაივიდეს განწყობილსა მას მბრძოლთასა და მოკუდეს, ძალუცა მეფესა კვალად აღდგინება იმისი, რომლისათვის ღვაწლი იგი აღესრულა. ნუ იყოფინ. და ეგრეცა საქებელვე არს და საწადელ ყოველთა მიერ ახოვნება იმისი და სიკვდილისაგან უშიშობაი, რავდენ უკვე უმეტესად სულიერსა ამას მხედრობასა შინა, სადა ესე სასოებაი აღდგომისაი უტყუელი არს. რომელმან მისცეს სულითვისი სიკვდილად, მან ჭეშმარიტად აცხოვნოს იგი, რამე თუ უაღრესსა მას სანატრელსა ცხოვრებასა შეიყვანოს. ხოლო ვინაიდან თქვა, რომელსა უნდა სულითვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, ამან პოოს იგი, და მომცხოვრებაი თქვა და წარწყმედაი და აქა, ცხოვრებაი და წარწყმედაი, რაით არავინ გონებდეს. თუ სწორ არს ესე ცხოვრებაი და იგი და ესე წარწყმედაი და იგი, არამედ გულისხმა ყოს ვითარმედ ესოდენი განყოფილებაი არს მის ცხოვრებისაი და წარმოვალისა ამის ცხოვრებისაი, რაოდენ განყოფილ არს ცხოვრებაი სიკვდილისაგან. ამისთვის წინააღმდგომისა ამის კერძისაგან საცნაურ ყოფს ამას და იტყვის, რა ისარგებელეყოს კაცსა უკვე თუ ყოველი სოფელი შეიძინოს და სულითვისი იზღვიოს, ხედავა, თუ ვითარ უჯერო იგი და უწესოი ცხოვრებაი უძვირეს არს ყოვლისა წარწყმედისა და უკურნებელ. რამე თუ არ ღარა იპოების გამომხსნელ მისა, შთავარდეს რაი წარწყმედასა. რამე თუ ნუ ჰგონებ, თუ რომელი სიკვდილსა ესე ვითარსა განერეს, მან განარინა სულითვისი, არამედ თქვი ესეცა, თუ განრომასა მასთანა სიკვდილისასა ყოველიცა სოფელი შეიძინოს, რაი უკვე სარგებელეყოს ამის ყოვლისაგან, ვინაიდან საუკუნოსა წარსაწმედელსა მიეცეს. რამე თუ უკვე თუ იხილნე მონანი შენი შვებასა შინა და განსვენებასა და შენ სიყვმილით მოსწყდებოდი, იყომცა რაია სარგებელ შენ და სახელი უფლებისაი. ნუ იყოფინ. ეგრეთვე არს სული, ოდეს ხორცნი შვებასა და განცხრომასა შინა იყვნენ და იგი თანამდე ვიყოს საუკუნო ისა მის წარწყმედისა და მას მოელოდის, რაი სარგებელ არს მის და ამისთვისცა იტყვის ვითარმედ, რაი მისცეს კაცმა ნაცვალად სულისათვის ისა, არა თუ სხვაი სული აქვს, თუმცა იგი მისცა. რამე თუ საფასენი თუ წარწყმიდნეს კვალად სხვანი იპოებიან, გინა თუ სახლი, გინა თუ საცხვარი, ანუ თუ სხვაი რაიმე, ყოვლისა ნაცვალი იპოების. ხოლო სულითვისი თუ წარიწყმიდოს, სხვაი სული არა ეპოების, რაითამცა მისცა ცხოვნებული. დაღაცა თუ ყოველი სოფელი აქუნდეს, დაღაცა თუ მეფე იყოს ყოვლისა ქვეყანისაი, ვერ ხელეწიფების სულისა ერთისა მოგებაი, დაღაცა თუ ხელმწიფებაი აქუნდეს ყოვლისა სოფლისა მიცემად. და რაი საკვირველ არს უკვე თუ სულისათვის ესრეთ ვიტყვი, ვინაიდან ხორცთათვისცა ესრეთვე არს. რამე თუ დაღაცა თუ ყოვლისა სოფლისა მეფე ვინ იყოს და აქუნდეს გვამი ბუნებით უძლური და სენიანი, ვერ ძალუც სხვისა მთელისა გვამისა მოგებად, დაღაცა თუ მრავალნი გვამნი და ქალაქნი და ქვეყანანი მისცნეს სასყიდლად. ეგრეთვე სულისათვის გულისხმა ჰყავთ და უფრო ის ყოვლისა სულისათვის. ამისთვის უგულებელს ყავ ყოველივე და სულითვისი იღუაწე, კაცო, რაითა არა მოიგო იგი კნინსა ამას ჟამსა და საუკუნო წარსწყმიდო, რამე თუ რომელმან ჰრიდოს მას ქრისტესთვის მიცემად სიკვდილ, მან საუკუნო წარიწყმიდოს, ხოლო რომელმან წარიწყმიდოს იგი ამას საწუთროსა, ესე იგი არს არა ჰრიდოს სიკვდილ მიცემა ის სახელისათვის ქრისტესისა, მან პოოს იგი სასუფეველსა ცათასა. და ამის სიტყვისა განმარტება ვრცელადრე ზემოთა მათ სიტყვათა შინა მithქვამს, არამედაც ამას ვიტყვი, გულისხმის ყოფით ყურად იღეთ კაცად მან სიტყვანი უფლისანი და ეკრძალენით წარწყმედასა სულისასა,
რამე თუ არაც სარგებელ არს სიმდიდრე სოფლისაი და დიდებაი კაცობრივი და შვებაი ხორცთაი, უკვე თუ სული წარწმედილიყოს და ბევრეულთა ბოროტთაგან შებღალულ. ამისთვისცა იტყვის უფალი, რა იმისცეს კაცმან ნაცვალად სულისათვის ისა, ჭეშმარიტად არა იპოების ნაცვალად მისა. აც უკვე მორწმუნენო, იგი შევიკრძალოთ, იგი ვიღუაცოთ, მისი ცხოვრება ისაძიებელი ყავთ ჩვენ და მისისა წარწმედისაგან განრინებაი ყოვლითავე ღონისძიებითა მოვიპოვოთ. რამე თუ განმზადებულ არს მოღვაწეთათვის ღვთისმსახურებისათა სასუფეველი ცათაი და ნიჭნი იგი მიუთხრობელნი, ვით არ იგი ცოდვილთათვისცა განწესებულ არს მისაგებელი. ამისთვისცა უფალმან ვინაიდან სიტყვანი ესე საშინელნი წარმოთქუნა, მერმე შემდგომითა ამით სიტყვითა ნუ გეშინის სცემს მოღვაწეთათვისთა და იტყვის. სახარებაი, რამე თუ მოსვლად არსზე კაცისაი დიდებითა მამისათვის ისაითა ანგელოსთა მისთათანა, და მაშინ მიაგოს კაცადსა საქმეთა მათთაებრ 16:27. თარგმანი. ხედავა ვითარ ერთ არს დიდებაი მამისა და ძისაი, რამე თუ არა თქვა, თუ მოსვლად არს ესე ვითარითა დიდებითა, ვითარი მამისაი არს, რაითამცა შეცვალებაი რაიმე ვინ უძლო მოგონებად, არამედ მოსვლად არსო დიდებითა მამისაითა, რომელ ესე სრულიადსა მას და განუყოფელსა ერთობასა აჩვენებს, ყოვლადვე შეუცვალებელსა. ხოლო ვინაიდან დიდებაი ერთ არს, ეგრეთვე ბუნებაი ერთ არს, ერთი ძალი, ერთი არსებაი, ერთი დიდებაი, ერთი ბუნებაი მამისა და ძისა და სულისა წმინდისაი. რაისათვის უკვე გეშინისო, ჰოი პეტრე, სიტყვისა ამისგან, თუ ჯერ არს ჩემდავნებაი და სიკვდილი. გულისხმა ყავ, რამე თუ მოსვლად ვარ მიუთხრობელითა მით და კაცთაგან მოუგონებელითა დიდებითა. მაშინ მიხილო მე და განჰკვირდე, იტყვის უფალი, მაშინ თქვენცა იდიდნეთ დიდებითა საუკუნოითა და ჩემთან აიხარებდეთ. რამე თუ არა თუ საქმე თქვენი ამას საწუთროსა თანა განქარვებად არს, არამედ ფრიად უაღრესსა და უკუდავსა და საუკუნესა დიდებასა მიმავალ ხართ, ოდეს იგი მოვიდე დიდებითა მით მამისაითა და მივაგებდე კაცადსა საქმეთა მათთაებრ. სწავლაი ნექებაი მონაზონთაი, რომელნი მარადის გლუასა შინა არიან და ხსენებასა საუკუნოისა სასჯელისასა. ხოლო ამათ სიტყვათა იტყო და უფალი არა ამისთვის ხოლო რაითა მოახსენოს ცოდვილთა სატანჯველი, არამედ უფრო ისად, რაითა მოახსენოს მართალთა ნიჭნი იგი და გვირგვინი საუკუნონი და ახაროს გულსა მოღვაწეთა სახსენებითა კეთილთა მათ წარუვალთაითა. ხოლო მე ვძრცი, ოდეს სიტყვანი ესე მესმოდინ, რამე თუ არა მათგანი ვარ, რომელნი გვირგვინთა მოელიან, არამედ რომელნი სატანჯველთა ღირს არიან. ამისთვის ვძრცი და მეშინის და ვჰგონებ, თუ სხვანიცა მრავალნი არიან ზიარჩემ და შიშისა ამის და ძრწოლისა და ურვისა. რამე თუ ვინცა იყოაც ჩვენგანი, რომელსა ესმნესმცა სიტყვანი ესე და შევიდამცა გონებასათვისა და მოიხსენა საქმენითვისნი და არამცა შეშინდა და შეძრწუნდა და გულისხმაყო, ვითარმედ ჭეშმარიტად ჩვენ და უფრო ისად სახმარარს შემოსაი ძაძისაი და მარხვაი ფრიადი. ვიდრეღა მაშინერისა მის ნინეველთაისა, რამე თუ არა არს ქადაგებაი ესე დაქცევისათვის ქალაქისა ერთისა და სიკვდილისათვის ბუნებით თანანადებისა, არამედ სატანჯველთათვის საუკუნეთა და ცეცხლისათვის უშრეტისა. ამისთვისცა ვაქებ მონაზონთა მათ, განშორებულთა სოფლისა ამისგან და დამკვიდრებულთა უდაბნოთა შინადა მთათა და ხურელთა ქვეყანისათა, ვაქებ მათ ყოვლისავე მისთვის საღმრთოისა მოქალაქობისა მათისა და უფრო ისად, რომელ მარადის გლუასა შინა არიან და ხსენებასა საუკუნოისა მის სასჯელისასა და რომელ სიტყვა ესე დაუიწყებელად პირთა შინა მათთა არს. და რად ვთქვა სხვათა მათთვის ჟამთა, ოდეს ლოცვასა შინა იყვნენ, გინა თუ წურთასა გონებისასა. რამე თუ იგი ჟამნი ყოველნივე გლოითა და ტირილითა აღესრულებიან მათ მიერ, გარნა იგი მებრო ახსენო ჟამი, ოდეს სერობად დასხდნენ და საზრდელი მიიღონ.
რამე თუ მათ შორის სამხრობაი და სადილობაი არაოდეს არს, არამედ ყოვლადვე სერობაი ოდენ, რამე თუ იციან ვითარმედ გლოისა და მარხვისა იარს შემიესე. ამისთვის ყოვლადვე იმარხვენ მწუხრადმდე გარეშე მათსა, რომელნი 2-2-ით და 3-3-ით და 7-ით იმარხვენ, გარნა განწესებული იგი და განჩინებული ყოველთა ჩვეულებაი ვთქვა. რა ჟამს ჟამსა სერობისასა საზრდელი მიიღონ და აღდგენ, მეხსეულად გალობასა მადლობისასა შესწირვენ ღმრთისა და ამათ სიტყვათა მარადის ახსენებენ, რომელნიაც აღმოვიკითხენით სახარებისაგან. და უკვე თუ გნებავს სმენა იგალობისა იმის, რაითა თქვენცა ისწავლთ და იტყოდეთ, მე ყოველივე წარმოგითხრა თქვენ, რამე თუ ესე ვითარითა სიტყვითა შეწყობილ არს გალობა იგი წმიდაი. კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ხორციელსა. აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენი, რაითა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გვაქუნდეს და ვხმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა ქრისტეს იესვის მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა თანაშენ და დიდებაი, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდით ურთუკუნითი უკუნისამდე, ამენ. დიდებაი შენ და, უფალო, დიდებაი შენ და, წმიდაო, დიდებაი შენ და, მეუფეო, რამე თუ მოგუცენ ჩვენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად. გევედრებით შენ, აღმავსენ ჩვენ სულითა წმიდითა, რაითა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არასირცხვილეულ, ოდეს იგი მიაგებდე კაცადსა საქმეთა მათთა ებრ. ღირს არს უკვე ყოვლისავე ამის გალობისა ქებაი და საკურველებაი ძალსა ზედა მცირეთა მათ სიტყვათასა. ხოლო უფრო ის ყოვლისა აღსასრული მისი განსაკურებელ არს და სავსე სარგებელითა. რამე თუ ვინაიდან ტაბლაი და ჭამადი და ამძიმებს გონებასა, ამისთვის ვითარცა აღვირსა რასმე ძლიერსა წინა უყოფენ გონებათა თვისთა სიტყვასა ამას, რაითა ჟამსა ამას განსვენებისასა ჟამი იგი სასჯელისა მოახსენონ მას. რამე თუ იციან რა იგი შეემთხვია ისრაელსა ჭამისაგან, ვინაიდან არა აქონდა ხსენება იმის ჟამისაი, ვითარცა წერილ არს, ჭამა იაკობ განძღა. და შესტრიობდა საყვარელი იგი, მეორე სჯული 32-15 ამისთვისცა მოსე იტყოდა, რა ჟამს ჭამო და განსძღე, მოიხსენე უფალი ღმერთი შენი. მეორე სჯული 6, 11, 12, 8, 10 რამე თუ მათ ჭამეს რაი და განძღეს, მაშინ საქმენი იგი უშჯულოებისანი აღასრულნეს. იხილე უკვე შენცა, კაცო, ნუ უკვე ესე ვითარი რაიმე შეგემთხვიოს. დაღაცა თუ არა ქვათა და ძელთა უზორო, არცა კერპთა ოქროისა და ვეცხლისათა და უკლა ცხვარი და ზროხაი, არამედ ეკრძალე, ნუ უკვე გულის წყრომასა უზორო, ნუ უკვე გულის თქუმასა სიძვისასა მსხვერპლად მისცე ცხოვრება ისულისა შენისაი, გინა თუ სხვათა მათ მრავალფერთა ვნებათა მსახურო. ამისთვისცა მოუაწენი იგი და მუშაკნი სათნოებისანი ესე ვითართა მათ კაპანთაგან და საფრხეთა ძრწიან და ჟამსა მას ტაბლისასა, უფრო ისადღა ვთქვა, თუ მარხვისასა, რამე თუ ტაბლაი მათი მარხვაივე არს. საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსვლისასა ახსენებენ და შიშითა მიცულთა თვისთა განაკრძალებენ. ხოლო უკვე თუ მათ და სახმარ არს ხსენება იმის დღისაი, რომელნი მარხვითა და ლოცვითა და მღვიძარებითა და შემოსითა ძაძისაითა და ხმელსა ზედა წოლითა და სხვითა ბევრეულითა ღვაწლითა შეჭურვილ არიან, რა ვთქვა ჩვენთვის, რომელნი ესე ტაბლათა დავაგებთ ბევრეულითა სანოაგითა სავსეთა და უფრო ისხა ვთქვა, თუ ბევრეულითა სულისავნებითა და არცა დაგებისა ჟამსა, არცა აკრებისა აღვასრულებთ ლოცვასა ანუ მადლობასა. ამისთვის გამცნებ საყვარელო, რაითა გალობაიცა იგი სულიერი კაცად მანისწაოთ და ხსენება ის საღმრთოთა მათ სიტყვათაი და საშინელისა მის დღისაი გულსა შინა თქვენსა დაიდვათ და ფრიადიცა შვებაი და განცხრომაი მოიწყვიდოთ, რაითა წესი იგი და მსგავსებაი ანგელოსთა მობაძავთა იმათ სახლთა შინა თქვენთა აღესრულებოდის.
კაცად უკვე აღდგეს რა იტაბლისაგან, ამათ სიტყვათა იტყოდენ გულისხმის ყოფით, კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო? რამე თუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს რომელი იტყვის, ყოველსავე რასაც ავიქმოდით სიტყვით გინა საქმით, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ვიქმოდით და ვხმადლობდეთ ღმერთსა და მამასა მის მიერ. კოლასელთა მიმართ 3:17 ხოლო მადლობა იგი არა მის ოდენ დღისათვის აღესრულების, რომელსა შინავიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხოვრებისა ჩვენისათვის, რამე თუ ესრეთ იტყვის გალობა იგი, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან. და ესეცა სწავლა იარს ფრიადისა გულისხმის ყოფისაი, ვით არ მცა იტყო და ვით არმედ, არა ჯერ არს სრუნვაი, ვინაითგან ღმერთი არს მზრდელი და მოუაწე ჩვენ და. უკვე თუმცა მეფემან უქადავის მარა დღეს სამეუფოთა საგანძურთაგან მიცემათ საზრდელისა, არა მცა უზრუნველიყო იგი მინდობითა სიტყვას ამას მეფისასა. Რავდენ უფრო ისად ჩვენ გვიღირს უზრუნველობაი, რომელთა ესე ღმერთი მოგუცემს დღითი დღეცა საზრდელსა. რამე თუ ამისთვის მოღვაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაითა თავთაცა თვისთა და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე სოფლიოისა ზრუნვისა. და რაითა სცნათ ვითარმე და არა თავთა თვისთათვის ხოლო შესწირვენ მადლობას ამას, არამედ ყოვლისა სოფლისათვის, ამისთვის იტყვიან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ხორციელსა. იხილია მადლობითა ამით ვითარ მცნებასაცა სიყვარულისასა აღასრულებენ და ზრუნვისაცა სიმძიმესა განაგდებენ და ასწავებენ თავთათვისთა, ვითარმედ რომელიგი ყოველსა ხორციელსა ზრდის, ვითარმცა არა გამოზარდნა. რომელნი იგი მისა შევედრებულ არიან და ზრუნვათაგან სოფლისათა განშორებულ არიან. ვითარცა იგი უფალი ბრძანებს, ვითარმედ, მიხედენით ფრინველთა ცისათა და შროშანთა ველისათა. შეადარე მათე 6:26-28 უკვე თუ მათი უწის ღმერთი, არა უფრო ისად თქვენ გიღვაწნესა. ისმინეთ უკვე შემდგომიცა სიტყვაი გალობისა იმის, აღავსენო სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენი. რომელსა მე სიხარულსა იტყვიან. ნუ უკვე ხორციელსა ამას და სოფლიოსა ითხოვენა. ნუ იყოფინ. რამე თუ უკვე თუმცა ამისა სურვილიყვნეს, არამცა დაეტევა სოფელი და აღსრულიყვნეს ფთათა და უდაბნოთა და შეემოსა ძაძაი, არამედ მას სიხარულსა ითხოვენ, რომელსა არცა ერთი აქვს სიარებაი სოფელსა ამასთანას, სიხარულსა მას ანგელოსთასა, სიხარულსა ზეცისასა. და არა ესრეთ ლიტონად ითხოვენ მას, არამედ ფრიადითა სიმტკიცითა, რამე თუ არა იტყვიან, თუ მოგვეც არამედ, აღავსენო გულნი ჩვენი, რამე თუ ნაყოფი სულისაი არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი. ვინაითგან ცოდვამან მწუხარებაი შემოიღო გულად კაცთა, ამისთვის ევედრებიან, რაითა სიხარული იგი სიმართლისაი დაენერგოს გულთა მათთა, რამე თუ თვინიერ სიმართლისა ჭეშმარიტი სიხარული არა იქმნების. რაითა ყოველსა შინა მარადის ყოველი უნაკლულოდ გვაქუნდეს და ვხმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა. გულისხმა ყავთ, ვითარ სიტყვასა მას სახარებისასა აღასრულებენ, რომელი იტყვის ვითარმედ, პური ჩვენი არსობისა იმომეთ ჩვენ დღეს. მათე 6:11 ეგრეთვე მის სიტყვისაებრ ითხოვენ ბუნებითსა სახმარსა ხორცთასა და ამასცა სულიერისავე წესისათვის ითხოვენ. ამისთვისცა იტყვიან, რაითა ვხმატებდეთო ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა. ესე იგი არს რაითა არა მას ხოლო ვიქმოდით, რომელი თანაგვაც ქმნათ, არამედ უმეტესსაცა, რამე თუ ამას მოასწავებს სიტყვა იგი, თუ ვხმატებდეთ. იხილე გალობაი კაცთა წმიდათაი. ღმრთისაგან ითხოვენ სახმარსა ბუნებითსა ზომით, ხოლო თავთათვისთა იქნებავს, რაითა გარდამატებულად აღასრულებდნენ ყოველსა კეთილის საქმესა. ესე საქმე არს ჭეშმარიტთა მონათა ღმრთისათაი, ესე გულის სიტყვაი არს მოუაწეთა სრულთაი.
მერმე კვალად მოახსენებენ თავთათვის და უძლურებასა მას კაცობრივსა და ვითარმეთ თვინიერზე გარდა მოისა შეწევნისა ვერცე ერთისა კეთილისა შემძლებელ არიან ქმნად. ამისთვის თქვან რაით ავხმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა მეხსეულად დაურთვენ, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა თანაშენდა დიდებაი, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდით ურთუკუნითი უკუნისამდე ამენ. სწორად დაწყებისა ყოფენ აღსასრულსა და კვალად მასვე პირსა მადლობისასა იწყებენ, ვითარცა პავლეცა იქმს მრავალგზის. რამე თუ დაწყებასა ეპისტოლისასა ესრეთ თქვა გალატელთა მიმართ, ნებით აღმრთისა და მამისაითა, რომლისაი არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე ამენ. გალატელთა მიმართ 1:4-5 და მეხსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათვის იტყო და კვალად ხრომაელთა მიმართ მისწერს, მსახურესო დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი იგი არს კურთხეულ უკუნისამდე ამენ. რომაელთა მიმართ 1:25 და არა აღასრულა ამას ზედა ეპისტოლე იგი, არამედ კვალად იწყო მასვე პირსა. ამისა მსგავსად ღმრთისმოყვარენიცა იგი იქმან, რამე თუ შეწირონ რაი მადლობა იგი და დიდებაი წმიდისა სამებისაი, კვალად იტყვიან, დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა, წმიდაო, დიდებაი შენდა, მეუფეო. რამე თუ მოგუცენ ჩვენ ჭამადნის საზრდელად და განსამტკიცებელად, რამე თუ არა დიდთა ხოლო საქმეთათვის, არამედ მცირეთათვისცა ჯერ არს მადლობაი. ამისთვის ნეტარნიცა იგი ხმადლობენ მოცემისა მისთვის ჭამადთა ისაა, რაითა არ ცხვინან ცვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხოვრებასა ამას ბოროტად სახელს დებენ. და რაითა ფრიადისა მის მარხვისათვის ვერ ვინ თქვას, თუ ჭამადნი ღმრთისა მიერ მოცემულნი საძაგელად შეურაცხიან მსგავსად ვიეთმენ მცვალებელთა, ამისთვის მადლობისა ამის მიერ გამოაჩინებენ. ვითარმე და არა სიძაგულით ღმრთისა მიერ დაბადებულთა ჭამადთაითა განყენებულ არიან მათგან, არამედ წესისა მისთვის მარხვისა. ხოლო შეწირონ რაი მადლობაი მიცემულთა მათთვის კეთილთა, არა კმახ ყოფენ მასოდენ, არამედ უმეტესსა და უზეშთა ესსა ეძიებენ და იტყვიან, აღმავსენ ჩვენ სულითა წმიდითა. რამე თუ არცა შესაძლებელი არს წარმართებაი კეთილსაშინა, რომელი არ აღივსოს მადლითა მით სულისა წმიდისაითა და შეწევნითა ქრისტესითა. ამისთვისცა ვითარცა იგი თქვეს რაი, თუ ხმატდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა შესწინეს, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა ეგრეთვე აქა იტყვიან, აღმავსენ ჩვენ სულითა წმიდითა, რაითა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხვილეულ. ოდეს იგი მიაგებდე კაცადსა საქმეთა მათთაებრ. არა იტყვიან, რაითა არა ვიტანჯნეთ, არამედ რაითა არა სირცხვილეულ ვიქნეთო. რამე თუ ესე ფრიად უსაშინელესად უჩნს, ვიდრეღა გეჰენია იგი ცეცხლისაი, ფრიად უმწარესად შეურაცხიეს სირცხვილი იგი და გამოურდომაი პირისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან სანატრელისა. ამისთვის ორივე ახსენეს, სირცხვლიცა და მისაგებელიცა საქმეთაებრ, რაითა ვიპოვნეთო წინაშე შენსა სათნო და არა სირცხვილეულ, ოდეს იგი მიაგებდე კაცადსა საქმეთა მათთაებრ. იხილეა რაოდენ სარგებელმე ხო ჩვენ გალობისა ამისგან მოქალაქეთა მათ უდაბნოისათა და უფროისად თქვა, თუ მოქალაქეთა ზეცისათა. რამე თუ ჩვენ უცხო ვართ სათაგან და მოქალაქენი ქვეყანისანი, ხოლო იგინი უცხო და მწირარიან ქვეყანასა ზედა და მოქალაქობაი აქვს სათაშინა. ხოლო შემდგომად ამის გალობისა აღივსებიან ფრიადითა მობიერებითა და მხურვალითა ცრემლითა და ესრეთ დადგებიან ლოცვათა ღამისათა. და შემდგომად დიდისა შრომისა და მრავლისა ცრემლთა და თხევისა მივლენ კაცადი ადგილსა განსვენებისა მათისასა და მცირედ რაი მიიძინიან ბუნებისათვის ხორცთაისა, კვალად აღდგიან და ღამენი დღე ყვნიან გალობითა და ლოცვითა.
ამას ესე ვითარსაც ესა არა ხოლო თუ მამანი იქმანა, არამედ დედანიცა მრავალნი, რომელნი იგი უძლურებასა მას ბუნებისასა სიმრავლითა მით გულს მოდგინებისა ითამძლე ექმნებიან. რაც უკვე ჩვენცა შევიკდიმოთ ესე ვითარისა მის ახოვნებისა და სათნოებისაგან და დავსცხრეთ ამოვებისა ამისგან და შეგცევისაგან საწუთროისა, აჩრდილთა და სიზმართა უძლურესისა, დავსცხრეთ შვებათა და ფუფუნებათაგან ხორციელთა. ვიწყოთ ძიებად კეთილთა მათ წარუვალთა და ცხოვრებისა მის დაუსრულებელისა. რამე თუ შესაძლებელა არს უკვე თუ გვენებოს, სოფელსაცა შინა ბაძვა იმეუდაბნოეთა ისათნოებითა, ვითარცა იგი მოციქულთაზე, რომელთა პირველ შეიწყნარეს ქადაგებაი მათი, რაღაცა თუ ქალაქთა შინა მკვიდრიყვნეს, არამედ სათნოებითა უაღრეს მეუდაბნოეთასა იყვნეს. და წინა ის წარმეტყველთა მრავალთა ცოლესუა, ვითარ იგი ესაიას და ეზეკიელს და დიდსა მას მოსეს. არამედ არა ეცა სათნოებასა მათსა დაბრკოლება ამის ჯერისაგან. ამისთვის ვიტყვი ვითარმედ, უკვე თუ მოსწრაფე და ღმრთისმოყვარე ვინ იყოს შესაძლებელ არს სოფელსაცა შინა წარმართებაი სათნოებისაი, ხოლო რომელი ხედვიდეს თავსათვისა, ვითარმედ სოფელსა შინა ვერ აღასრულებს მცნებათა ღმრთისათა, არამედ ცოდვათა ერევის. ისმინენ მან ზემოწერილი იგი სიტყვაი უფლისაი, რომელსა იტყვის ვითარმედ, რა ისარგებელეყოს კაცსა უკვე თუ სოფელი შეიძინოს და სულითვის იიზღვიოს. ანუ რა იმისცეს კაცმა ნაცვალად სულისათვის ისა, მათე 16:26 ესე სიტყვაი გულად შეიღენ და სულისათვის ისა ცხოვრება იძიენ. ჰე, ძმანო, გლოცავ თქვენ, ვბაძევდეთ მოქმედთა სათნოებისათა, ხმადლობდეთ ღმერთსა მარადის, უგალობდეთ მას დაუცხრომელად, შევიკრძალოთ სიწმიდე სულისა და ხორცთაი და სხვანი იგი სათნოებანი. რაითა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარეbiთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანაღმრთისა და მამისა დიდებაი. პატივი და დიდად ჩვენიერებაი ყოვლადწმიდით და ცხველს მყოფელი სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.